გამარჯობა მეგობრებო. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა გამოაქვეყნა ესეთი დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია Future of Jobs Report 2025. და ეს დოკუმენტი ეხება შრომით ბაზარს, თუ რა ტენდენციები იქნება. საინტერესო სტატისტიკას მოვიყვან თვითონ დოკუმენტიდან, ეს არის რომ 2025 წლისთვის 170 მილიონი ახალი ადგილი გაჩნდება, ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო 92 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს. და ბუნებრივია გვიჩნდება შეკითხვა, რა მოუვა ჩემს პროფესიას, რა მოუვა ჩემს საქმეს, რა ახალი უნარები უნდა შევიძინო. და ამ თემაზე სასაუბროდ გვყავს სანდრო ჯეჯელავა, რომელსაც ბევრი წარდგენა არ სჭირდება. სანდრო არის ფლომასტერის დამფუძნებელი, კოუჩი, ტრენერი, საკმაოდ დიდი გამოცდილებით და ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გველის წინ. პირველი შეკითხვა ჟღერს ასე. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა გამოაქვეყნა დოკუმენტი Future of Jobs Report 2025, რომელიც ეხება შრომით ბაზრის ტენდენციებს 2025 წლისთვის. რა ტენდენციებზეა საუბარი, რას უნდა ველოდოთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი პატარა შესავალი რო გავაკეთო შენ შეკითხვაზე პასუხად არის რომ განათლება, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, როგორც ტრეინინგ ცენტრი და ვთქვათ უნივერსიტეტები, self-learning ყველაფერი არის ასე ვთქვათ forward facing. ხო, ანუ არავის არ ჭირდება რომ ისწავლოს ის რაც იყო 15 წლის წინ და ამ პრობლემას ყველა უნივერსიტეტი აწყდება და ეხლა შენ რო სწავლობ და მე რო სწავლობ და დღეს ვინც სწავლობს, ისინიც აწყდებიან რომ სახელმძღვანელო დაწერა ვიღაცა 10 წლის წინ, იმან გამოცდილება მიიღო იქამდე კიდე 10 წლის წინ და მოკლედ როდინდელ ამბებს სწავლობ ჩვენ თვითონ არ ვიცი და უფრო მეტად ეს რეპორტი რახან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისგან მოდის, უფრო ეხება ხელობას, უნარებს და ამითი არის ჩვენთვის უფრო საინტერესო, რახან ჩვენ ვართ ზრდასრულთა განათლებაში, ჩვენ ზუსტად მაგ ნაწილში გვაინტერესებს, რომ ფაქტიურად გვინდა რომ კომპანიებს, ძალიან კონკრეტულ კომპანიებს და ძალიან კონკრეტულ სამსახურის მაძიებლებს ძალიან კონკრეტული რჩევები მივცეთ, ხო? საერთოდ ახალი ხედვა დადეს, რომელიც არის 25-დან, აი მე ვიტყოდი რომ 1-5 წელი, ეგრეც არის დოკუმენტში, აი 2030-ისთვის ამდენი მოძველდება, ის მოძველდება, ეს გაქრება, ის გაჩნდება და ასე შემდეგ და მაგალითად ერთ იმას მოვიყვან, ერთ ციფრს, რომ დაახლოებით 40% შენი უნარების და შენ ხარ არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ჩემი აზრით 5 წელიწადში დაძველდება. ანუ თუ გზადაგზა არ დააწევ ახალ უნარებს, ის შენი უნარები იქნება ძველი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ახალგაზრდები რო ვიყავით, აი workforce რო შეუერთდით ვიღაცებს რო უყურებდით, რომ აუ ესენ მე მგონი დინოზავრები არის. ჩვენ გვაქვს რისკი, მე კიდევ უფრო ძალიან და შენც, რომ ვიღაცამ დღეს ვინც 22 წლის არის და შემოუერთდება ფლომასტერს, ეს შემოგხედოს რომ აიმე ესენი ვინ არიან და სად არიან, ხო? ამიტომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ტოპ მენეჯერისთვის, შუარგოლისთვის, 50 წლის არის, 40-ის, 30-ის, 20-ის, მოკლედ ერთნაირად აქტუალურია ჩემი აზრით ეს ტენდენციები და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი დღევანდელი საუბარი ძალიან სასარგებლო იქნება და მგონია, რომ შეიძლება ძალიან კონკრეტული დასკვნები გამოიტანონ. თავარი დასკვნა, რომელიც უნდა გამოიტანონ, აქ რაც უნდა ვთქვათ, არის, რომ გიძველდებათ მეგობრებო უნარები, გიძველდებათ ცოდნა. რაც არ უნდა მაგარი ცოდნა გქონდეთ, რაც არ უნდა მაგარი უნარები გქონდეთ, ესეთი მაგალითი მაქვს და შენთვის მომიყოლია, მე მგონი რომ ადამიანმა, რომელიც გვასწავლიდა ბიზნეს სკოლაში, რაღაც საგანს, რო არის ქნა, დავავიწრო ეჭვი, მოიტანა წიგნი. და ის წიგნი იმ დროისთვის, როცა ჩვენ ვსწავლობდით, იყო 5 წლის წინ დაწერილი ერთ-ერთი ბიზნეს ლიდერის. ანუ 5 წლის წინ დაწერილი წიგნი ჩათვალე, რომ მოკლედ ახალია რა. აკადემიურ სამყაროში მთლად ის არის სუპერ ინოვაცია და წიგნში შავით თეთრზე ეწერა, რომ ინტერნეტს არ აქვს მომავალი. აი ესე უბრალოდ ადგა ტიპი და თქვა, რომ ინტერნეტს მომავალი არ აქვს და ჩვენ გვასწავლიდნენ, ესე იგი 2004-ში თუ 5-ში ხდებოდა ეს ამბავი, რომ ინტერნეტს არ აქვს მომავალი. მე ვიყავი IT-შნიკი, თქვენი კინაღამ ამიფეთქდა, იმიტომ რომ მე იმაში ვცხოვრობდი და სხვა ხალხი არ იყვნენ IT-შნიკები და ბიზნესიდან იყვნენ მოსული და იმათთვის რა ვიცი, ახლა ისინი კიდე სამსახურში მივიდოდნენ, ვიღაცას ეთქოდნენ, რომ არ გვინდა ინტერნეტ ბანკი, იმიტომ რომ მომავალი არ ქონია მაგ რაღაცას და ძალიან ადვილია რომ აცდე ასე ვთქვათ იმას თუ არ მიყვები ყოველ
დღიურად და ყოველწუთიერად და ჩვენ მოკლედ იქნებ ეს მოვახერხოთ ამ ჩვენ საუბარში, რომ ჩვენ რაც გავიგეთ ამ რეპორტიდან, სხვა წყაროებიდან იქნებ ბევრ ხალხს გავაგებინოთ. თავარი რევოლუცია, ასე ვთქვათ, რომელიც ხდება, არის რამდენიმე მიმართულება. ძალიან სერიოზული რევოლუცია მიდის AI-ის მიმართულებით. ოღონდ AI-ის მიმართულება მოკლედ ეხლა ჯერჯერობით ChatGPT მოგვდის თავში, ხო? ანუ რომ ან ლამა ან რომელიმე მაგათგანი ეხლა გროკი გამოვიდა მესამე, რომელსაც ელაპარაკები. და უკვე ძალიან საინტერესოა რა და ძალიან დამაფიქრა იმან რომ იუვალ ნოა ჰარარი რო არის ესე იგი ფილოსოფოს ისტორიკოსი ერთ-ერთ თავის საუბარში თქვა რომ თქვენო ხო არ გავიწყდებათო რომ ეს არისო AI-ის სამყაროს ამებაო ანუ ერთუჯრედიანი ორგანიზმი რომელიც შეიქმნა ჩვენი შორეული წინაპარი იყო ამება პირველი ერთუჯრედიანი ბიოლოგიაში ესე იგი ნასწავლი გვაქვს და ჩვენ რო ChatGPT გონია სასწაული ChatGPT არის ამება პირველი რაღაცა არის რომელიც გაჩნდა და მაგის ევოლუცია წავიდა და მას მერე ვაკვირდებით რომ ფაქტიურად ყოველ თვეში რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება. ამიტომ AI-ის რევოლუციაზე რო ვლაპარაკობ, შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ რა რევოლუციაა კაცო ChatGPT-ა და აქამდე თუ Google-ავდი, ეხლა ვა ChatGPT-ებს. ზმნაც უკვე გაჩნდა და ChatGPT-ა, ხო, დაგუგლესავით და ეგ არ არის. მოკლედ, ეგ ამება არის და აი მაგის მერე რაც მოდის და რეებსაც შეძლებს და გააკეთებს, მოკლედ ის არის. ერთი მიმართულება ვთქვათ რომ AI არის. AI-ში პირველი იყო ეს chat მოდელები, conversational მოდელები, language მოდელები. ეხლა გაუსწრო მაგას და წინ წამოვიდა agentic AI, ანუ აგენტები, AI აგენტები, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც აი ადამიანი რო აიყვანოს სამსახურში და job description-ი გაუკეთო და ის ადამიანი მერე თანდათან სწავლობს და ვითარდება. ჩათვალე რომ agent, AI agent არის AI თანამშრომელი შენი, რომელსაც შენ ეუბნები რომ აბა ეხლა გაითვალისწინე რომ მე ეს ფერი მიყვარს, ის ფერი არ მიყვარს. ჟურნალისტი ვარ, ასეთი განათლებით, ინგლისური ვიცი, თქვა ფრანგული არ ვიცი და ასე შემდეგ. ანუ job description-ს უკეთებ და მე ეუბნები რომ ყველა დავალებას რასაც მე შენ მოგცემ გაითვალისწინე შენი job description-ი, მაგალითად რომ ლიბერალი ხარ, ან კონსერვატორი ხარ, ან გერმანიის ეკონომიკაზე მუშაობ, ან რესურსი გაქვს შეზღუდული და პასუხი უნდა გამცე 3 წამში სიტყვაზე, ხო? მოკლედ agent არის AI-ის რაღაცა შვილობილი, რომელსაც შეიქმნი რამდენსაც გინდა, აი როგორც თანამშრომლები რო აიყვანო და ყველას აქვს თავისი დავალება და მაგალითად ერთი შეიძლება იყოს მეორეს ოპონენტი. ანუ ლამას agent-ი გააკეთო, რომ ChatGPT რასაც დაგიწერს, უთხრა რომ გააკრიტიკე თუ შეიძლება ChatGPT-ის დაწერილი. და მესამე იყოს რეცენზენტი, რომ აი ამათი კრიტიკიდან თუ შეიძლება ამოკრიბე და ნოუთს გააკეთე. ანუ AI-ის რევოლუციაზე როცა ვლაპარაკობთ, არ უნდა ჩავრჩეთ, ასე ვთქვათ, language მოდელებში. ჯერ ერთი ამება და მეორე უკვე agentic AI-ში გადავედით და ის. ლოკალური მოდელები ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა ეგეც, რომ უკვე გაჩნდა მოდელი, რომელსაც შეუძლია შენ ტელეფონზე იმუშაოს და არა სადღაც სერვერებში და იმას კონდეს წვდომა, არამედ შენ ტელეფონზე, შენ კომპიუტერზე ლოკალურად. ეს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ შეიძლება არ გინდოდა რომ აქამდე მიგეშვა შენ ფოტოებზე, ნაწერებზე და დღიურებზე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეგ კიდე ახალი განზომილებაა, როცა შენ აღარ შეგეშინდება მიშვება, იმიტომ რომ იცი რომ ეს ლოკალურია, სხვა კომპანიები სხვა ლეველზე გადაიყვანენ AI-ს. მაგალითად, ჩვენ შეგვეძლება, რომ ქართულს ეგრე კარგად თუ ისწავლის, რომ მივცეთ მთელი ჩვენი ვიდეო ლაიბრარი და უთხრათ, რომ ახლა შემდეგი 500 ვიდეო სკრიპტი დაგვიწერე, თუ შეიძლება ამისგან რაც გაკეთდება. და აი წარმოიდგინე, რომ შენ რო სახში წახვალ, ესე იგი 6 საათზე, დილას რომ მოხვალ, ესე იგი დაგხვდება რაღაცა აურაცხელ. და მე მეორე agent-ს დაავალებ, რომ ახლა ამანარად დაწერა დამი პრიორიტეტი და ლის გრაფიკი გამიკეთე, მესამე agent-ს ეთქვა, რომ ჩემი კალენდარი ნახე, სანდროს კალენდარი ნახე და მოკლედ შეათანხმე ეს ამბები. მოკლედ AI არის ერთი მიმართულება, AI და machine learning. იმიტომ რომ machine learning-ი არის რაც ხდის AI-ს ჯადოსნურად, რა, ხო? მეორე მიმართულება არის data science-ი, ისევ ეს ცოტა ადრე გაჩნდა და ვიცი და AI-ც გარკვეული აზრით მაგან გააჩინა, რომ მოკლედ იმიტომ რომ ჩვენ დავაავტომატიზირეთ ყველაფერი და ყველას მობილური ტელეფონი გვიჭირავს, გაჩნდა უამრავი data და აი ჩვენ data science-ის და AI-ის
თანხვედრა უკვე გვინახავს, აი რო შეხვალ Facebook-ზე და რეკლამას რო ამოგიდებს რაღაცაზე, რაზეც ფიქრობდი. ხო და სინამდვილეს შენ ფიქრობდი თუ დასერჩე თუ ტელეფონში რაღაცების სურათები დაათვალიერე თუ შეყოვნდი, TikTok-ში მოკლედ data-ს აგროვებენ და ამუშავებენ. ეხლა მაგას შეიძლება დესტრუქციული მიზნით გამოიყენო ცხადია data და ეს თელი TikTok-ის banning-ის ამბავი მაგასთან არის და შეიძლება კონსტრუქციულად გამოიყენო, ხო? ესეთი შემხვდა ძალიან მომეწონა, რომ წიგნებს ხო ბევრი უკვე კითხულობს device-ებზე, ხო? და ვთქვათ Kindle-ზე ან ტელეფონზე რა. და თქვენო თუ დაფიქრებული ხართო, რომ თქვენ რო წიგნს კითხულობთო, წიგნი თქვენ გიკითხულობთო. და რაღაცა ვერ მევხვდი, რას ნიშნავს წიგნი მე მკითხულობს და კამერა გიყურებს, შეუძლია სახიდან ემოციები წაიკითხოს და მიხვდეს შენ წიგნის რომელმა ნაწილებმა მოახედა შენ მოქმედება და მე შეიძლება მაქედან გამომდინარე იპოვოს სხვა წიგნები, რომელშიც ეგეთ თემებზეა, დედაშვილობაზე ან რაღაცაზე პატრიოტულზე, რომელიც შენში ემოციებს იწვევს და მაგის შემდეგი ლეველი არის, რომ გზადაგზა გიწერს წიგნს შენ როგორც გაგიხარდება ისეც. ხო? ვიდეოებში ხო იყო მაგის ცდელობა, რომ გაიტოტოს თქვა YouTube ვიდეო რა როგორ გინდა ახლა დაქორწინდნენ თუ არ დაქორწინდნენ შეხვდნენ თუ არ შეხვდნენ ხო data-ზე დაფუძნებული მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯმენტი უკვე ვასწავლით მაგას რომ შენ თუ მონაცემებს არ უყურებ მაშინ მკითხავ გაყიდვების მონაცემებს არ უყურებ მკითხავ პერფორმანსის მონაცემებს არ უყურებ მკითხავ თანამშრომლების მონაცემებს არ უყურებ მკითხავ ხო საოპერაციო სეზონურობას არ უყურებ ასე შემდეგ მოკლედ მკითხაობაა ხო მარკეტინგში ხო ისედაც ახლა მოდი ეს რეკლამა მომწონს და ის რეკლამა მომწონს გადავარდა უნდა გატესტო ნახო მონაცემები და გადაწყვეტო ხო მოკლედ ეს data science არის მეორე ძალიან დიდი თუ მესამე გამოდის ანუ AI machine learning data science მეოთხე ძალიან მასშტაბური რევოლუცია რომელიც მიმდინარეობს არის quantum computing ხო კვანტური გამომთვლელი სისტემები და მან ლაპარაკია ისეთ გამოთვლებზე რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან ასე ვთქვათ რა კლიმატთან material science-თან და ასე შემდეგ და quantum computing-ში აი ვხედავთ რომ იგივე AI-ის შემოსწრებასთან ერთად ისეთი გარღვევები გააკეთა რამდენიმე კომპანიამ ძალიან სწრაფად რომ ეგრევე მიხვდები რომ რაღაცა დახმარება მიიღეს ასე ვთქვათ რა და quantum computing-ს აქვს ძალიან მასშტაბური შესაძლებლობები ასე ვთქვათ და ძალიან გააადვილებს მაგალითად წამლების მედიცინის ტერიტორიაზე წამლებს ხო იცი როგორ აკეთებდნენ რომ რა მეცნიერს აქვს ჰიპოთეზა რომ ეს ხომ არ უშველის ამ დაავადებას. მერე უნდა რაღაცა რამდენიღაც წელი ურიონ და აზავონ. მერე უნდა ტესტონ, მერე ტესტ პაციენტებამ სანამ მიაღწევენ ცხოველებზე უნდა ტესტონ ისა. ეხლა შენ წარმოიდგინე შეიძლებაოდეს გააკეთო წამალი კომპიუტერში გააკეთო ცხოველი ან ადამიანი და იმ ადამიანს ის წამალი დაალევინო და ძალიან მაღალი სიზუსტით მიიღო ის შედეგი რაღაცაც რეალურ ცხოველებაში მიიღები. ეგ ნიშნავს რომ ყოველ დღე შეიძლება გაიტესტოს მილიარდი წამალი ტრილიონ ადამიანზე. წარმოიდგინე რამხელა რაღაცაა რომელიც აბსოლუტურად სხვაგან გაგვიყვანს. შემდეგი ძალიან დიდი ტენდენცია არის რობოტიზაციის მიმართულებით, იმიტომ რომ ერთი არის AI, რომელიც ეკრანიდან გვესაუბრება და კაი ხმასაც ამოიღებს და მეორე არის ესე იგი ხელები და ფეხები თუ გაუჩნდა. ძალიან სერიოზული სტატისტიკაა, რომ მილიონობით სამსახურია, რომელიც არავის არ უნდა. აღარ არის საინტერესო, აღარ არის მიმზიდველი, არ არის შემოქმედებითი, ხო? რავი, მოგვაფიქრდება მილიონი ეგეთი საქმე, რომელიც ახლა შეიძლება ვიღაცას უყვარს, მაგრამ მასობრივად არ უყვართ, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ჩავთვალოთ, რომ რასაც AI-ის ტვინი და რობოტული ხელფეხი ეყოფა და ეგეც ხო დაიხვეწება და AI-ის შეუძლია, რომ რობოტები დახვეწოს და უკვე წავიდა ეგ პროცესი, სისტემა ძალიან სწრაფად და self-driving, მანქანების self-driving არის რობოტიზაციის ერთ-ერთი მიმართულება და აი ილონ მასკი რაზეც ლაპარაკობს, შენ მანქანას რო შეეძლოს, აი ახლა მე და შენ რო ზიარ, შენ მანქანას რო შეეძლოს, რომ წავიდეს, წაიყვანოს ბავშვი ბაღში, მერე მოიყვანოს უსაფრთხოდ, შენ კონტროლი გქონდეს ამაზე ყველაფერზე, ხედავდე როგორ არის რანაირად და არანაირი ღელვა, რა თქმა უნდა, შესვლა მაგ სამყაროში რთული იქნება, მაგრამ ძალიან დიდი ეკონომიკური გეინები იქნება მაგაში, იმიტომ რომ რას აკეთებს მანქანა, რას აკეთებს და დგას. ღამე დგას, დღისით დგას, სულ დგას. ესე იგი, კერძო საკუთრებაში მყოფი. ამ ყველაფერს ზემოთ ხსენებულ სჭირდება აურაცხელი რაოდენობით ელექტროენერგია. და ანუ ჩვენი
ნაზი სულა ესე იგი რომ ცოტას მოუმატებ და ცოტა მეტ ქარის ქულს გავაკეთებ და ცოტა მეტ მზის ბატარეას და ასე შემდეგ მოკლედ არაფრით არ გამოვა ეგ ამბავი და ეგ რას ნიშნავს იცი რომ ზრდის პოტენციალი კონდეს ბიზნეს და თქვას რომ არა მარტო დღის სინათლეში აი რომ დაღამდება ჩვენ ვეღარ ვიმუშავებთ რავი არ არსებობს ის კი არა რობოტები შემოგხვავს რომ 24 საათი იმუშაოს და იმ რობოტს ბევრი რამე არ ჭირდება მაგრამ ჭირდება კომპიუტ რომელსაც ჭირდება დენი და ჭირდება გამოხტვა რომელსაც ჭირდება დენი და ელექტრომანქანას ჭირდება დენი და ყველაფერს ჭირდება დენი და დენზე არის გათვლები რომ აი თანრიგით 10-ჯერ 100-ჯერ 1000-ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია დაგჭირდება ეგ ნიშნავს რომ უბრალოდ აი როგორც აქამდე ვითარდება ეგრე ვერ განვითარდება და მანდაც რაღაცა მასშტაბური გარღვევები უნდა მოხდეს ენერგეტიკაში და ბოლოს მინდა ვთქვა რომ კვების მიმართულებითაც უნდა იყოს გარღვევა, იმიტომ რომ ერთი რომ მულტიპლანეტური არსებები ვხდებით, როგორც ჩანს, ესე იგი, მეორე რომ ქალაქების ოვერპოპულაცია წავიდა, ანუ შეიძლება ფართი ბევრია, მაგრამ იმ ფართში ტყეში ცხოვრება აღარ უნდა არავის. რა საქართველოს ეგ ტენდენციაა, რომ სოფლები დაიცალა, დიცილა და ქალაქებისკენ გაიწია ხალხმა, იმიტომ რომ უფრო კომფორტულია, უფრო მეტი შესაძლებლობაა სამსახურის და ასე შემდეგ. ამიტომ მანდაც საკითხი არის, რომ კვება და მით უმეტეს ჯანსაღი საკვები, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს AI-based farming-ი და ინტელექტუალური და დახურულ სივრცეში და უატმოსფერო პლანეტაზე, მარსის ის რო არის Martian ფილმი, იქ რო რაღაცები მოყავს, მოკლედ აი მან დავართ რა, რომ მოყვანა მოგვიწევს რაღაცეებს აბსოლუტურად არარეალურ, ასე ვთქვათ, გარემოში, ხო? ისიც მინდა ვახსენო, რომ ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ შეიარაღების ბუმიც წამოვიდა უკვე, იმიტომ რომ აი ამ კონფლიქტებმა და შეჭრებმა და რაღაცა სასწაულებმა, რომელიც ახლა აი სულ ბოლო წლებში თუნდაც უკრაინაში და რა ვიცი, ბევრ განხდება, მოკლედ ბევრი ქვეყანა, რომელიც თითქოს შეიარაღებაზე იმდენად არ ფიქრობდა, ისევ დააფიქრა შეიარაღებაზე, მათ შორის cyber war, hybrid war, ენერგეტიკაში ომი, იმაში ომი და მოკლედ ისევ მანდაც აი დრონები ეგეც ხო რობოტებია ეგეც რობოტიზაციის მიმართულებაა და მოკლედ მანდაც ძალიან დიდი ინვესტიციები ხდება. ეს ყველაფერი იმდენად გვაინტერესებს, რომ შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეს ადამიანს, რომ რაღაცა სამეცნიერო ფანტასტიკით ვარ დაკავებული. არა ვარ სამეცნიერო ფანტასტიკით დაკავებული, ჩვენ ვამბობთ, რომ ახალი სამყაროში შენ თუ გინდა რომ ღირსეული ადგილი გქონდეს, მოგიწევს, რომ მიესადაგო, გადადგო ნაბიჯები, კონკრეტულად შენი უნარები მიასადაგო აი ამ ახალ რეალობას რა და ეს ადვილი არ იქნება, თუმცა არ შეუძლებელი არ იქნება. ადამიანებს ბევრი რევოლუცია გამოუვლიათ, ნებისმიერი ტექნოლოგია შეიძლება დაიმეგობრო და გახდე ასე ვთქვათ, მასთან ერთად ერთი, გაერთიანდე და ისეთი შესაძლებლობები შეიძლება გაიხსნას, რომელიც არასდროს არ ყოფილა, რა მულტიპლანეტურიდან დაწყებული, სიცოცხლის ხანგრძლივობით გაგრძელებული და რა ყველა პრობლემის შეიძლება რომ მოვაგვაროთ, მაგრამ მე როგორც ინდივიდს კარგა ბევრი შრომა მომიწევს, რომ მაგ მატარებელს არ ჩამოვრჩე.